ინა ბერძენიშვილი ან სხვა დანარჩენები ეს არის ვასილ მაღლაფერიძის არხი პირადად ის მართავს ყველაფერს აქ არის მისი კულტი ასე ვთქვათ და ის იღებს ან დავალებას იღებს პირდაპირ ოცნებიდან ან სრულად მათი გუნდის წევრია და დავალება შეიძლება აღარ სჭირდება ეს საბჭო არის ჩვეულებრივად მინი მოდელი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსი უბრალოდ ცოტა უფრო დაბალი დონის ის რა დონეა მაგრამ ეს კიდე საერთოდ ფსკერი მოდი ცოტა ჟარგონულად ვლაპარაკობ მაგრამ არა რა ვიცი საზოგადოებრივი მაუწყებელი ეს არის ჩვეულებრივ გამხმოვანებელი ქართული ოცნების პოლიტიკის მისი გამტარებელი ის სრულად დახურულია საზოგადოების როგორც ფიზიკურად ასევე ეთერში არანაირი ხალხის თქმა კი არის მის წინა ბორდის წინა საბჭოს ხდომაზე ერთ-ერთმა საბჭოს წევრმა თქვა რომ ხალხს ხო პოლიტიკოსები წარმოადგენენ და აი ჩვენთან მოდიანო პოლიტიკოსები ანუ მისთვის ისიც კი გაუგებარეთ თუ რას ნიშნავს ხალხის საზოგადოების ხმა აზრი ისმოდეს ესე გაგრძელება რუსულ რეჟიმში ქართული ოცნების რეჟიმში უბრალოდ შეუძლებელი ეს არ არის ქვეყანა ეს არ არის სახელმწიფო ეს არის ავტორიტარული რეჟიმი ყველა კრიზისის დროს ჩნდება შესაძლებლობა დღეს არის შესაძლებლობა რომ ბიზნესებმა რომლებსაც ეშინიათ გარეთ გამოსვლა და სამზარეულოში თუ ოფისში აკრიტიკებენ ამ რეჟიმს რომ ისინი გამოვიდნენ კონკრეტული თანხებით და დაეხმარონ მხარი დაუჭირონ დაეხმარონ არა მხარი დაუჭირონ თავისუფალ სიტყვას მედიას სამოქალაქო საზოგადოებას და ამით არგებენ საკუთარ თავსაც საკუთარ გარემოს ამიტომაც ბიზნესებისთვის მცირე საშუალო დიდი ბიზნესებისთვის არის ზუსტად შესაძლებლობა რომ განვითარდეს ფილანთროპია და სოციალური სარგებლისთვის გამოყონ თანხები ასეთი მედიისთვის და ორგანიზაციებისთვის მე გული მწყდება ყველა ადამიანზე ვინც დავკარგეთ ქართული ოცნების ბოლო ჟამის დროს და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის გია მურღულია და მე სწორედ მისი ბანერი მიჭირავს იმიტომ რომ ეს ადამიანი რა ვიცი ტელესკოლაში იყო ილია ჭავჭავაძეზე ლაპარაკობდა ხოლმე ადრე ნიანგი იყო ესეთი კადეთი ანეკდოტებს ბეჭდავდა სრულიად უწყინარი კაცი იყო ყოველთვის სწორი ღირებულებებით და უცებ გახდა ჩვეულებრივი ჩეკისტი რომელიც გამოდის აი ამ რაღაცა კგბ-ს სცენარისტების მიერ დაწერილ კომისიაზე და ხელს აწერს იმას რომ ჩემხელა ადამიანები რომლებიც უბრალოდ დგანან აქ და აპროტესტებენ იმას რომ ქართული ოცნების პროპაგანდას არ აჟღერებდეს ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია, მზადაა რომ ეს ადამიანები ჩასვას ციხეში 8-დან 20 წლამდე, ან რა ვიცი კიდე როგორი მუხლით გაასამართლებენ თუ ყველაფერი ეს ნარატივები ისე წავიდა როგორც ვასიკო მაღლაფერიძეს აწყობს და როგორც თავს უქნევს მერე გია მურღულია და ბონდო მძინარაშვილი და ესეთი რაღაცნაირი ადამიანები რომლებიც ახლა ეგ მოვიდა ბონდო წეღან და ვითომ სიცილით შევიდა ეს რაღაც დადგმული ვითომ რაღაცა დეილ კარნეგის წიგნებში ნასწავლი ცრუთვით და თავდაჯერებით თუ რაღაცით შემოვი ხელს გვიქნევს გვიღიმის ანუ ყველამ კარგად ვიცით ბატონო ბონდო რას წარმოადგენთ და ეგ ღიმილო რეალურად გარდა იქნება როგორც კი იმ შენობაში შეხვალთ აი ჩამოღვენთილ სახედ. გამარჯობა. პროკურატურის რომ ემუქრებით საზღვაო თანამშრომლებს ეს ნორმალურია? თქვენ გემუქრებათ ვინმე? არა, თქვენივე თანამშრომლებს რომ ვის? რატომ უნდა დავემუქროთ პროკურატურით? გამარჯობა. აკაც წაიკითხე, აკაც წაი, მაგარია, მაგარია. პროკურატურაში. საერთოდ 1 გრამი სიმართლე არ არის თქვენ ხარეს, თქვენ ხართ სამარცხვინო ადამიანი მთელ თქვენს ბორდთან ერთად, აი 7 ადამიანთან ერთად, ვინც ხმა მიეცით ვასიკო მაღლაფერიძის ხელმძღვანელად არჩევას კიდევ ერთხელ და ესეც ძალიან სამარცხვინო პრაქტიკა არის, რომ ქართული ოცნება უკვე ამდენი პრეცედენტით გვაჩვევს ერთ კანდიდატიან არჩევნებს რა, პრეზიდენტიც ესე დაგვისვეს, ბორდის ხელმძღვანელიც ესე დაგვისვეს და არაფერი მოკლედ ამ პროცესში არ არის დემოკრატიული. ვასილ მაღლაფერიძეს პრინციპში იგივე დავალება აქვს მიცემული, რაც აქამდე ჰქონდა, ეს არის ადამიანების მოწამვლა და აი პროპაგანდის წარმოება, რასაც აქამდე მის მეგობრებთან ერთად აწარმოებდა. მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ის მაღალ თანამდებობას იკავებდა, აქვს მერკანტილური ინტერესები და დღეს უკვე ძალიან ცალსახად წინა შეხვედრიდან გამომდინარე, ჩვენ ვნახეთ ეს რაღაცა ტროიკის თუ რაღაცა ჩეკისტების შეხვედრას წააგავდა 37 წლების შეხვედრას თუ ვის და რას ემსახურება და რაც თავარია საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის მის სიმართლე, ხო? და არის მის ჩაგრული ჯგუფების ხმა და ჩვენ ხედავთ რომ პატიმრების ოჯახის წევრები, დედები, განსაკუთრებით თვეებია უკვე ითხოვენ მათ ეს არაერთი
ერთხელ გააჟღერეს გუშინაც ჩვენც აქ მოვედით მათ შორის ამ მიზეზით, მაგრამ ისინი თითქოს თქვათ არ ცნობენ, აიგნორებენ ამ სიმართლეს, ხო? ისევე როგორც სხვა ჩაგრული ჯგუფები იქნებიან, ეს ვისაც სტუდენტებს ბრძოლა დაჭირდათ, მაღაროელებს ბრძოლა დაჭირდათ, სხვებს. რეალურად არც ერთი საგამოძიებო, თქვათ, ჟურნალისტიკა მათ არ უწარმოებია. ნებისმიერი რამ, რაც აზიანებს ქართულ ოცნებას, ეს არ არის, ასე ვთქვათ, დაშვებული საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებრივ მაუწყებლის ახალი შენობა, რომელიც მდებარეობს პოლიტიკოვსკაიის 31 ნომერში, პრინციპში განასახიერებს დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ალბათ შინაარსს და იდეას, რაც არის ბევრმა ჩვენო მეგობრებმა როგორც უწოდა მოსწრებულად ანტისაზოგადოებრივი მაუწყებელი. უზარმაზარი ღობით არის გამოყოფილი და რაღაც შენობის ეზოს სიღრმეში არის შენობა, რომელიც ფაქტიურად შეუძლებელია რომ რაღაცა ჩვეულებრივმა გამოვმა ადამიანმა იქამდე რაღაც თუნდაც სამართლიანი პროტესტი გააფიქსიროს და გააგონოს თუნდაც, ხო, რაც ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა. ნებისმიერი არქიტექტურა რაღაც პოლიტიკურ იდეას და შინაარსს განასახიერებს. რაღაც ისეთი დახურული, რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, ჩაკეტილი, რაღაცა უხეში კონსტრუქცია, რომელიც რაღაცნაირად მხოლოდ დისტანცირებას და იზოლირებასთან თუ ასოცირდება, ჩემთვის პირადად დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ეს შენობა აქ ნანახი და ამაში ხო უზარმაზარი თანხებია დახარჯული ჩვენი ბიუჯეტიდან და ჩვენი გადასახადებიდან გადახდელი თანხა და მინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ შენობაზეც თქვა და ჩვენი მარშები ყოველთვის გარდა ეთერის მოთხოვნისა ამბობს რომ შენობა ქალაქს და ამას ტყილა არ ვიძახით, იმიტომ რომ ამაშიც არის ძალიან დიდი იდეა. ამ შენობას აქვს უზარმაზარი ისტორიული და კულტურული ღირებულება ქალაქისთვის და ეს შენობა ფაქტობრივად მომსწრია ჩვენი საქართველოს ისტორიის უახლოესი ისტორიის სხვადასხვა ძალიან ძიმე და მძაფრი ეტაპებისა. ამიტომაც რაღაცა ამ შენობის რაღაც რომელიღაცა ბიზნესმენის საკუთრებაში გადაქცევა, რომელიც შემდეგ უნდა გახდეს მისთვის რაღაცა წმინდა მოგების წყარო ჩემი აზრით საზოგადოების ინტერესებს პასუხობს. ეს ბიზნესმენი შემთხვევითი არ არის, ხო? შემთხვევითი არ არის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული და მათი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ამფინანსებელი და ასევე სხვა იგივე იპოდრომის სივრცეზე იქნება თუ სხვა, ასე ვთქვათ, ბევრი საჯარო სივრცის მიმტაცებელი. და ამ შენობაში, რავი, ჩემი აზრით და ბევრი ადამიანის აზრით შეიძლება იყოს რაღაც კულტურული ცენტრი, საზოგადოებრივი ცენტრი, მუზეუმი და ასე შემდეგ.